დილამშვიდობის რა და მან რა ფართხალებს ბუზი არის? წადი ჭამე ის პური მიდი შენც რა დაგიქნე წადი. ძალიან ცხელა და გარეთ არ მინდა. ეს როდის ხარ შემოვიდე? ერთი წამით გავაღეკა. დედა აღარ გავიდა. ქშა, გახვედი? დავკეტა. დილამშვიდობის ხალხნა. ლოკაცია შევიცვალეთ. არ გასულა, მაგრამ ფანჯარა გავაღეთ, იქ გაეთრეს. ყოველ დღე ყველა ოთახი დაალაგო. მაინც დასალაგებელი იქნება. აი ხა ის ხო დალაგებული იყო და რომ შემოხარ აი რაღაცა, ნუ ეს ჩემი ბრალია რაღაცები გავკერე და ძაფი დავყარე დაბლა. ხო, მაგრამ აი სანამ ამას დაალაგებ, მე ეს ბიბლიოთეკა, მე კუხნა ყოველდღიურია და რა ვიცი. აი ეს ფარფარა კაბამაცია ხა ესა, მაი შე რომ მითხარი მოგძებნე. მაგრამ ისა არ ატარებს იმას. მოგძებნე რა უბრალოდ ეს ვითომ გარეთ უნდა ჩამეცო, მაგრამ სიმოკლის გამო მუცელზე რომ გამეზა ეს ხო უფრო შედგა და ანუ არც დაღარ ჩამიცვია და მეთქი ხა გარეთ არა სახში მაინც ჩავიცმე მეთქი და გამოვიღე. ხო და ანუ ძალიან პრაქტიკულია. ძალიან. შოკმარნეში ვიყიდე 7 ლარად. ფანჯარა გავუღებ უსს რომ გავიდეს მეთქი და რა ვიცი რამე ბილეთიც უნდა გამოუწერო, გადი შვილო, გადი, ქშა. გავიდა. აქ საბადე მარჩას აყენებენ ჩარჩომა აქ და ის უნდა გადავჭიმო ზანავის კასავით. როხი გავაღო და ღამე ძღია იყოს. ხო და ის არის არ არის მთლად თხელი რა. თან გაგიკვირდება და შეგინდა მაიკაჩო გამეზარა გახდა და ზემოდან ჩავიცი. ისე თბილად მათრია. და გარეთ ცხელა, წვიმას აჩვენებს ვითომ, მაგრამ წვიმა ხალხო ცხელა. და ისა წყალი პროყოლებს იქნებ მოვიდეს, იცი რამდენი სარეცხია. აი ეს მომენტი ვერ დადგაი. ეხლა კი მე მგონი ეგ მომენტი დგება, რომ არც ერთი ოთახი აღარ აქვს გასარემონტებელი რა. ნუ დაბლა პადვარს თუ არ ჩავთვლით, რომ ესა და ის გვინდა რომ გავაერთიანოთ თაღით. აი ესეთი გრილი და სასიამოვნო ოთახი იქნება ისიც. და თან ვითომ ერთიანი რა ასეთი. ხო და იცი რას ვამბობ, აი სახში რო აღარ გექნება ეგ საფუსფუსო რო გაჯი მოწმინდო იქის და მარტო ის ლაით რაღაცებს აი უთოს და სარიცხს მიხედო. ეგ მომენტი არ დამიდგა. მორჩები ამ კალათას ისევ გავავსებ, მორჩები გავავსებ, თუმცა ვებრძოლები ხოლმე რომ აღარ გავავსო და მევსებინება. ეს ცხელი იქნება მოიცერწუდი. შორო გუში რო კიდე წავისვი და ფანჯრები რო გავხეხე, გამეცალა და კიდე წავისვი. ოღონდ გამეცალა აქეთ. არა აქ ხელთათ მანიმეცო. აქეთაც მეცვა, მაგრამ გამეხამერე ეს და აქეთ ჩავიცვი. მე ხო ეკონომიური ქალი ვარ, მეორე არა ვიღე. ყველაფერი აქ მომძვრა. გუში სადღაც 3 საათზე ზუსტად ობიექტურად კი და რა ქვია მაგას აი დროს რო არ აცილებ და ის რო ხარ ობიექტური არა მეორე ეგა ხო მოიტანეს ბადეები მე გაჩვენებთ ისე კარგად დაჯდა ყველა ფანჯარაზე და წუხელ ყველა ფანჯარა ღია გქონდა და ისეთი სიგრილე იყო ისეთი აი იქით ამხედან გოგოების ხედა სადაც არასოდეს ფანჯარა რა ქონია ხო შაშად გავაკეთეთ თუ შაშაცი და ვერ ვაღებდი იმიტომ რომ მეშინოდა რამე არ შემოსულიყო
რაღაც არა და ნიავი იქიდან არის ხოლმე და ისეთი სასიამოვნო სკვაზნიაკი იყო, რაღაცა მშვენივრად გაგრილდა ოთახები და განიავდა. აქაც ეგეთი მინდოდა, მაგრამ აქ ეგეთი არ გამოვა, ხის ფანჯრებია და შიგნით იღება. მაგრამ ის ჩარჩომა აქ ხისგან აწყობილი და იზანავისკა სტეპლერით გადავაკრავ და ჩავსვა. არაფერი პრობლემა არ არის. ერთი რამდენიმე დღის წინ გუშინ წინ ღამე ლაშა მეძახის. არც ისე ღამე. მობინდებულია ლაშა ჩქარა გამოდიო და ერთი კვირის წინ დაახლოებით რა ის ანა მადიელებს გავრიცხავდი, მაგრამ ხო გადაფარებული მაქვს ადიელები ამ ტახტზე და რაღაცები და სულ ახალი რა რო ხმარობ ეგ ადიელები განა ისეთი. ხო და ეგ ადიელები და მან ერთ-ერთ ტახტზე ყავ კნუტები. ჩემ კატას და დილით რო გამოდიო ხოლმე ყოველთვის უნდა მოვეფერო ხოლმე მოივე პატარა იმას და ესეც იქიწო. ხო და გამოვედი დილით უნდა მოვეფერო ერთ კნუტს გადაუსვი ხელი, მეორე კნუტს გადაუსვი ხელი, დედას მოვეფერი რა კარგი დედა ხარ შემოგევლე მეთქი და მეთქაც ეს მეოთხე რაღა არის მოსაფერებელი რაღა ვიცი რომ ორი კნუტი ყავდა ეს მესამე რაღა და თავი. დილის სადილი თუ საუზმე მოუტანა. სადილი მოუტანა თაგვებს და თან გვერდზე ედოთ. ვაიმე. ხო და სანამ გუშინ წინებში გავრეცხავდი მაგ ადიელებს, ეგ ადიელა უკვე გავრეცხე. ანუ ორჯერ გავრეცხე უკვე. ვაი გაგამწარებ მეუთხარ. გუშინ წინ ღამე გვიან მეძახის ლაშა. ჩქარა გამოხედე ჩქარა და დაინახა აქ ზის ლაშა და დაინახა რომ თაგვი მიყავ. ან დედას მიყავ ბავშვებთან საჭმელი. ახლა ეს ნადირობა ხო უნდა ასწავლოს თუ რაც აქვია ეს უკვე მოპორმატ შეხალხო უკან მეწევა. ხო და ეს ანუ ნახევრად მკვდარი მიყავ რა რომ არც გაიქცეთ. ვაიმე გამოვარდი ყო გაგამწარებ მეუთხარი ეგ რო ტახტზე დამისვა კიდე გაგამწარებ და კიბებზე ხო ამოვიდა. ბავშვებს ჩაუქროლა თავის თავიანად და გადმოხდა ისევ და წავიდა. იმაში კონტეინერით საჭმელი ჰქონდა ბოტანილი ჯერკატას და გადაუყარე. კი არა და არ უნდათ მეთქი გაუშვი რა მოკლედ ბნედა დამეცი რომ მეთქი აი თაგური დავინახო კიდე გარეცხილა დილებზე გაგამწარე. ეხა დილას გამოვედი. მე ხაც მაჟრიალებს თაგვის არ მეშინია. აი ბევრჯერ ყოფილა ცოცხალი თაგვი დამიჭერია ოთახში და გამიშვი. იმდენად მესაყვარლება ის ბეტონათალი ვილუობ დიდი და ჭიტილი და გიყურებს შეშინებული. რაკანას მაგისთვის არის დაბადებული და იძრომიალოს ოთახებში. ბევრჯერ გამიშვია თუ ხაფანგს გადაურჩა ხოლმე. ეხა ვეღარ ამოვა ეხლა ვეღარ ამოვა ერთადერთი ოთახი რომელიც ამოდიოდა ხოლმე იმ გაბუჭებული ადგილიდან მაგას გაამაგრებს და ზემოდან გადავაკრავთ ამას ლამინატს. დილას გამოვედი და ლაშას ამოუყვანია ეს ორივე კნუტი და ოთახში დადიან. ანუ კარები რო ჩავაყენე იმ კარებთან რა იქვე. რა უნდათ მეთქი ამათ აქადა. ჯერ აინტერესებდა რამდენად ეს რიჟა მივიდოდა, არ მიეკარა ისე მაგრად ეჩხუბება რომ რა იყოს ერთი ბეწო ხواد, მაგრამ რა ვიცი გარეთ ძალიან აკნაოდნენ და შემეცოდნენ შემოყვანე ეგ დავსხიო. არასოდეს ეგსე რომ ან მარტოები იყვნენ რაღაცა არ იკნავლებდნენ ეგ კატები არ კნუტები რა არ იკნავლებენ და არა მეთქი მეთქე გაუშვი რა ისინი და ავიყვანე მოვეფერი ჩიმულამაზე ბუჯებო საყვალებო რაღაცა და დავსვი და ხედავ ხვლიკებსაც იჭერენ ხოლმე რა და ბევრჯერ რომ დამიჭერია რომ ხვლიკია უჭირავთ გამიშვებინებიან რომ ხვლიკიც მეწოდება ხოლმე რა ძალიან ხვლიკია ისეთი ის არის აი უწყინარი შვენით არ დაკვირდებულ ამასია არა ყო ხუმრობის გარეშე აი ეს წელის და იმის ფერები და რაღაცა ხო და ვაშვებინებ ხოლმე მოკლედ აი ეს გამძვრალი კუდიჭამი თუ გინდა ეს ხვლიკი თავისუფალი ხო და ეს ხო დავსვი ეს კნუტები და დავინახე რომ ორიც არის აი ხვლიკის ცოტა მსხვილი მაგრამ ხვლიკის კუდი რო ჩაჭრა ორი პატარა ნაწილი მოუტანა რა ბავშვს ორი კნუტი ხო და ეხა ვიფიქრე რა აი მე ეხა წაჟღერებს ხარ ხო ვიფიქრე ეხა ხელი ხვლიკისთვის ეხა ხვლიკის კუდი დამიჭერია და გამიშვია ბალახებში არ მეზიზღება არც ხვლიკი მაგრამ აი მოჭრილი ხვლიკი რაღაცა არ მომეწონა
თან მემსხვილა ცოტა. და რა სიტუაცია იცი, ეხა განახებდა. ადიელაზე ისა ტახტზე ადიელა ხომა გადაფარებული და მე წინ კიდე მაგი და მაქრაზეც კიდე ადიელამა გადაფარებული და ეს ადიელა ჩამოშვებულია ტახტზე. ხო და აი ეს ჩამოშვებულიდან ჩანდა იმ ადიელაზე ორი ნატეხი კუდის მოჭრილი. დანაწევრებული მოუტანა. და ხა ვფიქრობ, ხელი მოვკიდო და გადავყარო, მეთქი რა და აი ეს ჩამოშვებულია ტახტის გადასაფარებელი, თუნდა ამეღო ეს, ანუ ხელი არ მოვკიდე ტახტის გადასაფარებელი, მე მეთქი გავრეცხავხლი კი არა და ანუ ესე რომ მოვკიდე და უნდა გადამეგდო და ავწიე და გველი მიყურებდა ტახტიდან. ანუ ის რაღაცა ანკარა იყო რაღაცა პატარა. რაღა პატარა ხალხმა ეკა იმ მსხვილი ფანქრები რომ მაგის ტოლი. ხო და ანუ მოუყვანა. ცოცხლად მოუყვანა, ცოცხალი იყო ის უბედური, ცოცხლად რა გაუშვით, ანუ არაფერი გვინებია, კაი ამ სიგრძე, არ 1-3 მტკავილი იყო, 2, 3 ძალიან ამე ბუქა. ხო და ანუ კი მოუყვანა ეს ცოცხალი, მაგრამ უკან 2 ცალი მოუჭრა. ჯერ ესაჭაბეთო და რომ მოგეწონებათ, მე თქვენთან დაჭერითო უთხრა დედა. ლაშა მეუთხარი გამოდი. აი ყვანა ლაშა. ცოცხლით ნანაგვის ასაღებით. ხო და ამ კატას და პატარა კატაზე ამბობს, პატარა შაშანელ მაზე გაწეწილზე ამბობს, რომ ამას და მეუთხარი არა გაუშვი ხოწე. წაიყვასად მე ბალახებს და კიდე გადააგდო ბაღში, გარეთ. არ არის ეგ გველი, ის გველი. ანუ კი არ შემეშინდა, მაგრამ გველი სახო, გველი. აი გზარავს რა ხულიკაზე რო თქვი, როგორ ლამაზია მეთქი, რატო გვერდზე არა გველიც ლამაზია, ის კანი ძალიან ლამაზია. ხატრულად რო ვიმსჯელოთ, ლამაზია ძალიან. ეს რანაირად ამბობ. ხო და მე მაგას უნდა მენიუ დაუხიო და გავამწარო, სუზეძედ უნდა დავახიო მენიუ. ანუ თუ იქ დავხვდი, ვერ მიყავ ვერაფერი, თუ მე დავხვდი, თუ ლაშა თუ დავხვდა, გამაცალიგე ინჯირიმე ბავშვებთან მიმაქო ეუბნეო ხოლმე. თუ მე დავხვდი, ეგრევე აგრძელებს გზას და ბლოშად გადახდებ. აი მე ის აი იმდენად ანუ ველოდებოდი რომ ხვლიკი კაი, თაგვი კაი, ანუ ველოდებოდი. ცოცხალი გველი ტახტზე იჯდა კმუტებთან. ხო და მე მივხვდით რომ რა ეშინოდათ იმათ და რატო ტკნაოდნენ, არ ეკარებოდნენ ცოცხალი თავით. არა, ნახე რა მაგარი იყვება აქ ბავშვებს. საოცარი. დელიკატესზე მოაქ. გაბრიელი რო მაგხელა მოკრუტებთან და დავტოვოთ. დელი ძარო გამოვ ბავშვი კაი ნაჭერი დავხვდები. რა უწარ მოვიდგინე ახლა. აი მე გუშინ მეორე ვიდეო მოსგანა, შემომეზგანა, მოსგანა. იმიტომ პირველი რო ჩავწერე, მე ფანჯრების დაწყო დავიწყე და რაღაცა უბრალოდ ფანჯრები დავწყვეტი მე რაღაცა ჩემ მამათილი იყო, ვიჭურავეთ ისა იქ საზამთრო დავჭერით, იქ ნესვი დრო გავიდა, იქ მე მივხვდი რომ ეძინებოდა. რა მეგუმეები და მოკლედ აი ესე გამეპარა დრო. ეხლა დღეს რას ვაპირებ? ხო და გუშინ ანუ რა იყო, ისეთი აღარაფერი არ გააკეთეს რა გუშინ წინ მაგ მართლა დაიღალნენ, აბა სანამ ვანო მოვიდა და მიეხმარა ნახევარი ივანემ და ლაშამ გააკეთეს ეს გიფსო კარტონი და ვინც იცის ეს როგორი მძიმეა, როგორი წარმოუდგენელია ორი კაცისთვის, რომ თან უნდა დაიჭირო, თან უნდა მიაშურიყო და ივან ძალიან მეწოდებოდა უკვე რა და თალაშას ხო ეს თითის ტკივა კიდე ხა ისნა ოპერაციებელი და რაღაცა იმდენად და გუშინ დაისვენეს მოკლედ რა და დღეს შეიძლება უკვე შპაკლზე გადავიდენა ის ბადებს რო და შპაკლი რაღაცა და გუშინ რადგან ეგეთი არაფერი არ იყო, მეც თავს უფლება მივეცი რომ მოდი შენც დაისვენე, თქო რომ დღე გუშინ არ მქონდა დასალაგებელი ის
რაღაცები რომ ჩააყენეს, ნინოს გავურეცხეტილო, მივეცი პოლის ჯოხი და ვთხარი, დე, უბრალოდ შემოუსვი, სადაც შეგიძლია, რომ აი ესე უბრალოდ აი ეს მტვრის რაღაცები ავიღოთ, თქო და ნინომ შემოიბინა ბარბარე მოთახი დაალაგა და იქ იყო რა, ანუ რადგან ცოტა ლაითი დღე იყო, შევირგე ეს სილაითე მეც. და ისა, ქსოვას მივყვები ხელი, სადიელა ხარ ხოლმე. ბავშვი გაჩნდა და ადიელა არ აქვს ჯერ. სპეციალურად არც ვიყიდე, კი მაგ პატარა რაღაცა მისაფარი, რასაც იმაზე ვხმარობდი რაღაც, მაგრამ ეგ მინდა რომ იქ წავიყო სამშობიაროში. ხო და დღესაც თუ კარგად ეგ მოვხსოვე, სულ მოვრჩები. და მინდა რომ უკვე ჩავალაპო. ჩავაბარგო პატარა ჩანთა პატარისა და დიდი ჩანთა ჩემი, ანუ მეც იგივე ზურგ ჩანთაში ვალაგებ, ჩემ ნივთებს არაფერს განსაკუთრებულს არ ავყიდულობ და ახალს არ ავყიდულობ, რა თმინდა და პატარის ჩანთაში იქნება პატარის რამე რუმეები, ასე რომ მე ჩავალაგოთ ერთად. სავარაუდოდ ბარბარე მომეხმარება, რომ უნდა რომ იგით რაღაცები ისაკეთოს. ნუ ნინოც მომეხმარება რა იქ რო იყვნენ. ხოს არ ჩემი მაგ ბავშვის იქ სახმარიდან საცმელები რა უნდა დავიღო. და ბაზრობაზე თუ მოვხვდე, ვიცი რა არა მაქვს და რა უნდა ვიყიდო, შარლები. აი ეს პატარა შარლები, უბრალო შარლები, ქვეშ ჩასაცველი, ნუ ჯერ არ უნდა ქვეშ ჩაცმა, მაგრამ დამჭირდება რა და 1-5 წელს ვიყიდი თქო. არა და იმდენჯერ შევხვდა და რატო გადავახტი და არ ვიყიდი, არ ვიცი. პატარა შარლები, მარტო შარლები ოღონდ სხვა აღარაფერი ხმას არ ამოვიღებ. ნატო მითხრა შენი ხმარ გავიგო, ჩემ მამულმა მითხრა შენი ხმარ გავიგო 2 წლამდე. დანსაცმელი გამომიგზავნა. ფეხსაცმელები თქო. მე რო ვალაგებდი ფეხსაცმელები თქვენთვის არ მიჩვენებია, იმიტომ რომ სანამ ვიდეო აიტვირთა რაღაცა და მეთქი დროსთან ვალაგებდი რა და იმდენი ბოტასი ჩექვა და რაღაცებია ბაწაწუები რომ აღარ მიჩვენებია. ხო და რაღაც უნდა მოვიფიქროთ. შეიძლება ამ დღეებში არ ვიცი როგორ წავიდეთ, ბარემ სანამ შემიძლია რომ წავიდე, იმიტომ რომ მე რო დაიბადება მე ვერსად ვეღარ წავალ და ელემენტარული აი ფარდა უფარდოთ რო არ დავჭი. ვფიქრობ რომ ფარდა ვიყიდო თქო, ვიყიდო ჭაღი. და ამდენად შესაძლებელია რომ გამოდიც ვიყიდო. გამოდი სიტყვაზე მეც შეიძლება იყიდოს ლაშამ სანამ გამოვალ იქედან. მაგრამ მინდა რომ მე ვიყიდო. მე ვნახო. ოღონდ რაღაცაზე საყიდლად რომ ის არ არსებობს ისე იყიდოს, რომ არ დამირეკოს ხოლმე და აბა ეს ფერია, ესეთია, რომელი. ათასჯერ უნდა დამირეკოს ამარჩევინოს ხო. იმედია გაწვიმდება, რომ მეებს უნდა პამიდორს დაკეტოს და ლაშად დატობს. წყალით არ მოდის რომ მოვიწყალდა. არა და ტელეფონზე წვიმას აჩვენებს. ხო, ძვირფასად. აი ასე. ხვალ გამოცდა გვაქვს. ინგლისურში თუ არ ვწდები. გუშინ ივანეს ფანჯარას რო წმინდავთან ვლაპარაკობდით პასტაზე და მაგ ტუშზე და ოფლიან ხელზე. აი ნახე ვინც მარჯვენათი წერს, ახლა მე ჩვეულებრივ მარჯვენათი ვწერ, ხო? და რაღაცა ნახე როგორი თემა არის, კი უსმევ აქ ხელს. აქ და მიდიხარ, ანუ შეიძლება ვიღაცა თქვას, რომ რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ნახე, ანუ აქ წერ და დაბლავ აი სად მიდის ხელი. ანუ ესე არასო ძალიან იშვიათია, რომ ანუ ადამიანი რო წერს, აი ზედ უსმევდეს ხელს, მაგრამ იოანი რო წერს აქ. ანუ აქ და ის იმ ნაწერს მიყვება. ჯერ ის რომ ეთხაპნებოდაო ტუში როა, ხო, ტუში ხომ მალე არ აშლებოდა, ეგ მეთხაპნე მაგაზინი ნერვიულობდი. ხო და სხვანაირად მეტად აჭერს ხელს აქ. ეს რა, ესე გიჭირავ, ეს ადგილი გიდევ და მიყვები ლაითად და აქ იმინას ზედაზიხ. და ეხა ბიჭია ბაიცის რაღაცა და უსმევდა ამას და მეორეზე თუ გადმოდიოდა და ის იყო პასტა უკვე სლიკინებდა, ანუ წერდა პასტა, მაგრამ იმაზე არ აწერდა. ხო და
ეხა ვუთხარი, რომ ის სქენი მეთქი, სალფეტკი მეთქი, თქვენც ხო დამიწერეთ, რომ სალფეტკიო დაიდოს და წაიყოლე მეთქი ხა სალფეტკს ჯიბები კი შეუმოწყვეს და სალფეტკი ნახეს, რომ ჰქონდა და არ ამოაღებინეს, ანუ ოღონ პაჭკის კი არა, ერთი აქეთ მივეცი და ერთი რომ გედოს მეთქი მაინც რა და არ ამომაღებინესო, რომ ჩამადებინესო და ერთი დაიდე მეთქი, რომ ფურცელზე ისრიალებს კიდეც და არ იმას იწავს რა, ყოველ შემთხვევაში ისე დროს არ დაგაკარგინებს მეთქი და კი ვიფიქრე ეკაო, რომ რაღაცაო, რომ არ დამთხაპნოდაო, მაგრამ მაინც რომ გაითხაპნავ, მე დავანებე თავი, ანუ მაინც სალფეტკსაც რო გავუსმევ, ხო იცი, მაგრამ ინგლისურზე და მათემატიკაზე არ მგონი ეგ იყოს, რომ ხა სად ქართული უნდა მიაყოლო ხაზებში და წერო ესე და მათემატიკა და ინგლისური კიდე რაღაცა ალაგ-ალაგ შესავსები, ანუ შე დასაწერიც არის და ნუ ყოველ შემთხვევაში გავითვალისწინებთ მაგ ყველაფერს, რომ იგივე იმას პრობლემას არ შეხვდეს. ძალიან კარგი იქნებოდა ეგ პრობლემა, რომ სიტყვაზე პირველი არა, ანუ ქართული რო პირველი არა ყოფილიყო, მომზადებული წავიდო და იმ ხრივ რო სალფეტკს ანუ პასტისა მაგ თემას ცოტა მივხვდებოდით. და დროს მართლა დააკარგინე, კაი 1-10 წუთი დამაკარგინა მაგარო და მაგაზე ნერვიულობს ძალიან. ხო და რაც იქნება, მე ვთხოვ. სადაც რა როგორანაირად მოხდება. მაგისტარდი არ გქონდა შვილო. ხო და 1-2 დღე ნერვიულობდა მაგაზე, რომ ხო და ეხლა რა მიეჩვია იმას, რაც იქნება. დღეს მოსაფიქრებელი, ეხლა დღეს არა, ეხლავე დავიწყებ საჭმელზე ფიქრს. არა რაღაცა მაქვს მაცივში, შევამოწმებ, ნახავ რა როგორანაირად და ისე. წავედი ხახნებოდა გეშვიდობებით მომავალ ვიდეომდე, აბაჰი და აბაჰო. 11-15 წუთი.